როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ ეს სურათი? აი არ შევეხოთ ინდივიდუალურად სფეროებს, მაგრამ თქვენი ამბავი მე მგონი ყველა მზეპირად იცის, რა და როგორ მოხდა თქვენთან დაკავშირებით კონკრეტულად და გითხარით, აი რა სახეს იღებს ყოველდღიურად ეს სისტემური რეპრესია, რომელიც ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად სახეზე? მადლობა. შევედით აბსურდია უკვე, აბსურდში შევედით. აზრი აღარ აქვს უკვე, იმიტომ რომ არც ერთი ეს რეპრესია ფაქტია რომ არ მუშაობს. თავარი არის ეგ. რამდენიც უნდა დაგვაჯარიმონ, რამდენიც უნდა გამოგვიშვან, რამდენიც უნდა დაგვიჭირონ, შედეგი არ იცვლება. ქართველი ხალხი და ჩემი თანამებრძოლები, რაც თავარი არის, აი უწყვეტად აგრძელებენ აი ამ აბსურდის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩემს საბოლოო ჯამში ეგ არის მთავარი, რომ შედეგი არ ექნება ამას. თქვენ მაგალითზე პირველ რიგში შეგვიძლია რომ ამაზე ვილაპარაკოთ, ხო? ჩემი მაგათი გონია რომ იმ პირობებში როცა ადამიანები ციხეში არიან, ჩემი მაგალითი მართლა არარელევანტურია რა. რავი, დღეს ანატოლი გიგაურის სიტყვა იყო თუ არ ვცდები, რომ რაც არ უნდა მიქნათ ამ ქვეყნიდან ვერ გამაქცევთო და ჩემი პასუხიც ეგ არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს მე რა დამემართება, როცა მე და ამდენ ჩემ თანამებრძოლს ასეთ დღეში გვაგდებთ, არ გავჩერდებით. შინაარსი არ აქვს უბრალოდ რა. კი ბატონო, ეხლა მინდა რომ გადავიდეთ თამთა კაჭახიძესთან, თამთა რომელიც არის თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ჩვენ ნახეთ